უღალოხარ პოლემიკაში ერთმანეთთან რა? რასთან დაკავშირებით ბატონო ვაჟა? დასრულდა ხო მოწმის სტატუსი. გაუგნებული ვარ, რა ვიცი, ანუ მოწმე ამოჭრა ვიდეო და მოიტანა ამოჭრილი და იბატონ, დასრულებულია თქვენი დაკითხვა, შეგიძლიათ წაბრძანდეთ. ახონდეს. სხდომათა დარბაზში შესულს ამიგრძალეს ჩათიდან ტელეფონის ამოღება და აუდიო ჩაწერა. კომპიუტერია ერთადერთი ადგილი, სადაც შგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის სხდომიდან მთავარ ამბებს ვიწერ და შემდეგ ბლოგზე ვაქვეყნებ. იმიტომ რომ დღეს სასამართლოებში ჟურნალისტებისთვის მუშაობის ახალი წესები ამოქმედა. ოსამართლემ გამოიტანა გამავთვალებელი განაჩენი. ოსამართლემ სანამ გამოაცხადებდა განაჩენს, ცხადა ფაქტობრივად რაღაც ხუთით რაღაც გავლენა მოეხდინა წინასწარ თითქოს მოემზადებინა დარბაზი, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რატომ თითქოს აღნიშნავენ სახელმწიფო მეტალურგიის თითქოს აღნიშნავენ ამ პირობებში იგი მოქმედებდა მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მისი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ თავის დაცვა. ჟურნალისტების სამუშაო სივრცე საქალაქო სასამართლოს ეზოს ცენტრალური კარისწინ ტერიტორია გახდა, სადაც დილიდან საღამომდე მზე აჭერს. კაცო, ღია არის ხარი. ეს რა არის შესაძლებელი? ბოკლომით დაკეტეს ეზოს სათადარიგო კარიც, რომელიც მაღაზიებამდე გზას ამოკლებდა.
სხდომის დაწყება იგვიანებს. პარალელურად მედიები არ ყვევენ, რა გზებით მიიღონ გადაღების უფლება. განცხადების დაწერა მინდა სასამართლოს სხდომის გადაღებასთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასცემს ნებართვას. ახალი წესით ნებართვა მოსამართლის ნაცვლად იუსტიციის საბჭომ უნდა გასცეს. ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო სხდომაზე ჟურნალისტებს არ გუშვებენ ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში. რამდენიმე ტელევიზიამ ამ უწყებას განცხადებით უკვე მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია. შემოყავთ ბრალდებულად. შემოდის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი. მისი პირველი სიტყვები წესრიგის დაცვისკენ მოწოდებაა. ამბობს, რომ ხმაურის შემთხვევაში სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებს. ადვოკატები ერთმანეთის მიყოლებით ითხოვენ მოსამართლისგან მედიის მუშაობის ახალი წესების განმარტებას და სხდომის გადაღების უზრუნველყოფას. მათ რამდენჯერმე გაიხსენეს წინა ხელისუფლების დროს სხდომების დახურვის პოლიტიკური კონტექსტი, გირგვლიანის საქმე და პარალელი გაავლეს დღევანდელობასთან. კამერების დაშვებას მოითხოვს ბრალდებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც. მათ რომ პროპაგანდისტულად გამოსვლოდათ ის აბსურდი, რასაც გვაბრალებენ, არ დახურავდნენ სხდომებს. გადაწყვიტეს ინფორმაცია დამალონ, ამბობს ის. ნინო გალუსტაშვილი ერთსა და იმავეს პასუხობს. ახალი წესით სხდომის გადაღებაზე გადაწყვეტილებას მოსამართლე აღარ იღებს. იუსტიციის საბჭოსგან კი მას არავინ დაკავშირებია. არც მედიას. ადვოკატი გუჯა აფსაჯანიშვილი მოითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფი სტუდენტის რეზო კიკნაძის სხდომაზე დაბრუნებას. ის მოსამართლემ წესრიგის დარღვევის მოტივით გააძევა და აღარ აძლევს უფლებას საქმის განხილვას დაესწროს. ნინო გალუსტაშვილი ახლაც წინააღმდეგია. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. ამჯერად ისინი ან დამკავებელი, ან სახლის ჩხრეკის ჩამტარებელი პოლიციელები არიან. სულ 4. დამსწრების უმრავლესობას ტელეფონში აქვს თავი ჩაყოფილი. პროკურორს არ უსმენენ. ბრალდებულები ახლობლებს ხელებითა და ჟესტებით ესაუბრებიან. მოსამართლე ხან პროკურორს შეხედავს, ხან დარბაზის მიღმა იხედება. დღევანდელ პროცესს არ ესწრება ონისე ცხადაძე. მას მამა გარდაეცვალა. პირველი ივნისი. მოსამართლე გიორგი არებაძე არჩილ მუსელიანცის სასამართლოს ისევ მე-11 დარბაზში ატარებს. იქ სადაც ხმა არ ისმის.
ამ დარბაზში მხარეებსა და დამსწრეებს შორის ტყვია გაუმტარი მინის ტიხარია აღმართული, რომელსაც კარი აქვს. თუ ეს კარი ღიაა და მასთან ახლოს მოხვდი, შანსი დიდია, რომ რაიმე გარიგო. არ მუშაობს ხმის გამაძლიერებლები. ეს დარბაზი გასულ სხდომაზე დამსწრეებში პროტესტის მიზეზი გახდა. მოსამართლემ გამოაძევა ისინი და სხდომა დახურა. დაიშვება მხოლოდ მედია. მუსელიანცი ორ ბადრაკს შემოყავს. ის ვიდეო სათვალთვალო კამერის სადენებისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებითაა დაკავებული და 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებული აქტივისტი მოსამართლეს მიმართავს დაუშვას მის სასამართლოზე დამსწრეები. ამრევები არიან, უხელხულ მდგომარეობაში ჩაგაყენებენ, ვინც რეალურად ახლობელია შემოვიდეს. მოსამართლის ამ პასუხის შემდეგ სხდომათა დარბაზში ცარო ოშაყაშვილს და კიდევ 4 დამსწრეს უშვებენ. ასეთია შეთანხმების პირობა. ახლა სასამართლოზე ნივთიერ მტკიცებულებებს იკვლევენ, მათ შორისაა ელექტროსადენების ნიმუშები, დამწვარი კაბელები და ტანსაცმელი, რომელიც პროკურორის თქმით მუსელიანს ეცვა. პროკურორი მიდის ბრალდებულთან და აჩვენებს დალუქულ პაკეტებს. იყენებს სტანდარტულ ტექსტებს, მაგალითად, მთლიანობა დარღვეული არ არის. გაიხსნა პირველი პაკეტი, შიგნით შავი სადენი, რომლის მთლიანობაც დაზიანებულია. ისევ უკან აბრუნებენ დასალუქ პაკეტში და აძლევენ მოსამართლეს. მუსელიანცმა იკითხა, სად არის ქაღალდი, რომელიც ვიდეოში ჩანს და რომლითაც სადენებს ცეცხლს ვუკიდებო. დაიწვაო პასუხობები. ასე დაასრულა პროკურატურა მუსელიანცის წინააღმდეგ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. მოსამართლე გიორგი არებაძე მომდევნო სხდომის თარიღს არკვევს. მშობულებაში უნდა გავიდე, ისედაც ასე მქონდა დაგეგმილი. აგვისტოში რომ ჩამნიშნოთ კითხულობს. არჩილ მუსელიანცის საქმეზე შემდეგი სხდომა 22 აგვისტოს 11 საათზე ჩაენიშნა. ორი ივლისი. ყველაზე დიდ 150 კაციან სხდომათა დარბაზში პირველი ნიკოლო ჯავახიშვილი შემოდის. აცვია თეთრი მაისური, რომელზეც ფლომასტერითაა დახატული საქართველოსა და ევროპის 6 ქვეყნის დროშა. ამ თვეში ყოველ დღე ჯგუფური ძალადობის ორი საქმიდან რომელიმე ერთის პროცესი მაინცაა ჩანიშნული. 8 პირიან საქმეს ახალ მტკიცებულებებს ურთავენ. დარბაზში დამონტაჟებულია პროექტორის ეკრანი. კომპიუტერი მოსამართლის მაგიდის გასწვრივ შემაღლებაზე დევს. კომპიუტერის ადმინის სახელია XMX. ყველა თვალი დარბაზის მარცხნივ დგომი ეკრანისკენაა. ვიდეოები არის არა სამართლო დარღვევის ან სავარაუდო დანაშაულის სამსახურული ვიდეო კადრები, არამედ არის აქციის სავარაუდოდ და ისიც უცნობია როდის, ანუ დღეც, თვეც, წელიც კი უცნობია, არის გარკვეული დემონსტრაციის სამსახურული ვიდეო გადაღებული გაურკვეველი პირის მიერ, გაურკვეველ დროსა და გაურკვეველ ადგილას. ვიდეო, რომელსაც ახლა იკვლევენ, გასული წლის ნოემბერში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ვიდეოში, რომელიც პროკურატურის მტკიცებულებაა, აქცენტი გაკეთებულია დემონსტრანტზე. კამერა მხოლოდ მათ ურევს.
კადრებში ჩანს, როგორ ისვიან დემონსტრანტები პიროტექნიკას და ნივთებს. აგებენ ბარიკადებს. პროკურორი დრო გამოშვებით აჩერებს ვიდეოს და ამბობს. ეს გოშაძია, ეს გორგაძე, ეს მინიმაშვილი. ამ ვიდეოებში სპეცრაზმის მოქმედებები ასახული არაა. რამდენიმე კადრში ჩანს, როგორც განან ისინი რიგადან აქრობენ გაჩენილ ცეცხლს. ვიდეოში კადრებს არ აწერია დრო და თარიღი. არაა გადმოცემული კონტექსტი, რატომ დაიწყეს ეგრეთ წოდებული ბარიკადების აგება დემონსტრანტებმა, რა გახდა საფუძველი, რატომ იგინებიან ისინი და ასე შემდეგ. ნეტავ ახლოს მოგვიშვან, ისი ახლოს რომ ჩაგეხუტო. ეუბნება ზურაბ ცეცხლაძეს შვილს სვიაც და ხელებით აჩვენებს ჩახუტების გამომხატველ მოძრაობას. განცხადება გააკეთა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა. მან დაკავებული დემონსტრანტების სახელით სამძიმარი გამოუცხადა ონისე ცხადაძეს მამის გარდაცვალების გამო და უკრაინაში მებრძოლი ქართველის ვანო ნადირაძის ოჯახს. მან ასევე მიმართა მათე დევიძეს, რომელსაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პატიმრობა 4 წელი და 6 თვე შეუფარდა. დაგველოდეთ ჩვენ ჩვენთან ერთად მივდივართ უსასრულო წყლიათში სინათლის საძებნად. სამი ივლისი. ხტომათა დარბაზში საბა ჯიქია შემოიყვანეს. მამა სადაა? ეკითხება დედას. 19 წლის საბა ჯიქიას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ოჯახის წევრები და დამსწრეები ფიქრობენ, რომ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაჩენს დღესვე გამოაცხადებს. ხტომა მეორე დარბაზში იმართება, ბევრი გულშემატკივარია მოსული. ნახევარმა პროცესზე შესვლა ვერ მოახერხა. საკმარისი ადგილი არ იყო. მოსამართლის შემოსვლამდე მანდატური მიდის წინარიგში მჯდომ ქალთან და ხმამაღლა ეუბნება. წაშალეთ ახლავე. ერთვება მეორე მანდატურიც. დატოვეთ დარბაზი. დამსწრეების ხმა ისმის. დედაა, საბას დედაა. მანდატურები ქალს თავს ანებებენ. ხტომა გაიხსნა. საბა შენს გვერდით ვართ, არც ერთი წუთი დაგტოვებთ. ტელეფონში აკრეფილ და მორბენელ სტრიქონად ქცეულ ამწარწერას აჩვენებს საბა ჯიქიას ხტომის დამსწრე პირი. ბრალდებული იღებს. ხტომა გადაიდო საბოლოო სიტყვის ეტაპზე. საბა ჯიქია ისარგებლებს ამ უფლებით და სასამართლოს მიმართავს. დღეს მოსამართლე სათათბიროდ არ გავა. სამი ივლისი. რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთ დემონსტრანტს გიორგი მინდაძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა სასამართლოში. მანდატურები და მინდაძის მხარდამჭერები ერთმანეთს დერეფანშიც დაუპირისპირდნენ და ეზოშიც. მიუხედავად იმისა, რომ გადაღება აკრძალულია, ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები მაინც გავრცელდა. საბოლოოდ გაბრაზებული ხალხი მინდაძის დედამ ნანი წულაიამ დაამშვიდა. ყველა რუსთაველზე ჩვენ სახლში, თქვა მან. ოთხი ივლისი. დაწყება ისევ იგვიანებს. პროკურორები ვახტანგ ცალუღელაშვილი და ვაჟა თოდუა, ისევე როგორც ბრალდებულები დარბაზში დაგვხვდნენ. მათ შორისაა ონისე ცხადაძეც. ვთხოვთ ადგეთ, ამბობს მანდატური. შემოდის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი. ბრალდებულების ოჯახის წევრები ფეხზე არ დგებიან. ამას ამჩნევს მოსამართლე. ონისე ცხადაძე მიკროფონი მოიმზადა, ფეხზე დგას. სრულიად ნეგატიური დამოკიდებულებისგან დაცილმა მინდა ვკითხო პროკურორებს, მე თუ ვინმე მომიკლავს ცხოვრებაში. გისამძიმრებთ ნამდვილად, პასუხობენ პროკურორები. გაიხარეთ, მადლობა. თუ პასუხა ონისე ცხადაძემ პროკურორებს და განაგრძო.
მე შემიძლია სამი თაობა მოგიყვანოთ, რომ იმას აქში, როცა მამაჩემი გარდაიცვალა, მის სისხლში და ხორცში არ გარდაცვლილა არავინ. ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ გულზე არ სჭირდა არაფერი. პირველად მის გულზე ხელი დავინახე, როცა მაკავებდნენ. მას თავის ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დაუშავებია. გინდათ მოგიყვეთ, როგორ მოკვდა მამაჩემი. ციხეში გავიგა, რომ ჭიშკართან პოულობენ მკვდარს. რომელიმე არ ფიქრობთ ამაზე. ბავშვობაში რომ დამიშავებია რაღაც ელემენტარული და დღეს რომ ფიქრობ, იმაზე ვნანობ და თქვენ არ გაგაჩნიათ რაიმე გრძნობა. ეს რაც მოხდა, ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია და ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება. ესეთი ბრძოლაა, კაციჭამიებთან ბრძოლა, ოღონდ ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს. ამათმა ეს რა იციან. ამ დროს მოსამართლე მონისე ცხადაძეს სიტყვაში აწყვეტინა. მესმის თქვენ რა მდგომარეობაში ხართ, ძალიან არ მინდა შეგაწყვეტინოთ, კორექტულობის ფარგლებში. ონისე ცხადაძე. გესმით ჩემი? მამა თქვენი როგორ არის, ცოცხალი ყავთ მამა? 7 ივლისი. ასორმოცდაათ კაციან სხდომათა დარბაზში, რამდენიმე სკამია მხოლოდ თავისუფალი. სხდომაზე არ არის რევაზ კიკნაძე. რეზო კიკნაძის დედა მაინც ყველა სხდომაზე მოდის იმედით, რომ მოსამართლე პოზიცია შეიცვლის და შვილს ნახავს. ანდრო ჭიჭინაძეს თავისი შვილის ზეიმს აჩვენებენ ტელეფონში. კარგად ვერ ხედავს, მაგრამ იცინის. მასთან ერთად ონისეც უყურებს და იცინის. იწყება ვიდეო მტკიცებულებების შესწავლა. ტელევიზორთან კომპიუტერი ვერ დააკავშირეს, ამიტომ ახლა ლეპტოპის პატარა ეკრანზე გვიწევს ვიდეოების ნახვა. დამსწრეებისთვის და ბრალდებულებისთვის შეუძლებელია გაარჩიონ დახდება ვიდეოზე. ანდრო ჭიჭინაძე მოკლე განცხადებას აკეთებს. ტელევიზიით ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ვიღაცები და ამ საქციელს ქვია იურიდიულ ენაზე უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაო. კაცურად არ ვიტყვი რა ქვია და მოვუწოდებ ყველას ენას ტვილი დააჭირონო. ვაივლისი. ეს არის ვიდეო მტკიცებულება, რომელსაც ესე უწოდებს ბრალდების ხარე, რითიც ამბობს, რომ თითქოს და ირაკლი ქერაშვილი პოლიციის მიმართ ისვრის პიროტექნიკას, თუმცა ჯგუფური ძალადობის ის საქმე განიხილება, რომელზეც 8 დემონსტრანტია ბრალდებული, მათ შორის 3 ძალადობის ორგანიზატორობას ედავებიან. დარბაზში გამოიძახეს პროკურატურის მოწმე სანდრო ლოლაძე. ის პოლიციელია, რელიგიური ფიცი დადო. თორნიკე გოშაძე პატარა ბლოკნოტითაა მოსული და კალმით რაღაცებს იწერს. კალამი და ბლოკნოტი აქვს ნიკოლოზ ჯავახიშვილსაც. დარბაზი სავსე არაა. სანდრო ლოლაძე ყვება, რომ 3 დეკემბერს აქციაზე ისევ იყო ნივთების სროლა, პიროტექნიკის სროლა. ცდილობდა არიდებას, მაგრამ ამ დროს თავში მოხვდა პულიმიზატორის ბოთლი. მას არ დაუნახავს ვინ ესროლა და არ შეუძლია ამოიცნოს ის, ვინც დააზიანა. ვაპირიან საქმეზე მოსამართლე თამარ მჭედრიშვილმა აგვისტოს თვეც გაწერა. მხოლოდ აგვისტოში ჩატარდება 7 პროცესი. მოსამართლემ სხდომიდან გააძევა 3 დამსწრე. მან თქვა, რომ ისინი იცინოდნენ და ეს წესრიგის დარღვევაა. ვაივლისი. თავდაპირველად დავით ხომერიკი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და სწორედ მაშინ გაჩხრიკეს. საქმე სისხლის სამართლის მუხლით გადაკვალიფიცირდა. გითხრა, რომ ინტერნეტში მოიძია როგორ დაემზადებინა. ლობჟანიძის ქუჩა 2 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაამზადა. ამბობს მოწმე. ხომერიკი ისმენს და იღიმის. შემდეგი ნიკა გიზირია. ადვოკატ შოთა თუთბერიძის კითხვებმა მოწმე დააბნია. სად ჩაატარეთ ზედაპირული დათვალიერება? ადგილზე. ჯიბეები შეუმოწმეთ? პაუზა. რა ჩაატარეთ პირადი გასინჯვა, ჩხრეკა თუ დათვალიერება? ამის შემდეგ პასუხის გაგება რთულია. პროკურორი აცილებას ითხოვს. მოსამართლემ დააზუსტებინა. პირადი გასინჯვა ჩავატარეთ. პასუხობს მოწმე. ზედაპირული დათვალიერება სად ჩატარდა? რაღა საჭირო იყო? ჩხრეკა ჩატარდაო, რომ თქვით შეცდომა იყო? დიახ, ტექნიკური. ჯიბეები ამოუტრიალეთ. ჯიბეები ჰქონდა ამოტრიალებული. ანუ ხომერიკი გზას კეტავდა და ჯიბეები ჰქონდა ამოტრიალებული? ნახევრად, ისეთი შარვალი ეცვა, რომ ეს რომ იყოს დიდი ზომის შარვალი. ისეთი ჯიბეები ჰქონდა გარედან ჩანდა ხელის ჩაყოფის გარეშე.
დაკითხვა დასრულდა. მოსამართლემ სხდომა დანიშნა 14 ივლისს, ადვოკატის წინააღმდეგობის მიუხედავად. ივლისი. საბას ხვიტარიძე შემოიყვანეს. მეგობარი მარიამ შუშანი აიკითხება. სათვალეს რატომ არ ცვლი? ციხეში ვარ, პასუხობს საბა. იცინია. პირველი ტელეკომპანია იმედის ვიდეო ჩართეს. ამ ვიდეოში ჟურნალისტი ამბობს, რომ ქორთიართ მარიოტიდან გამოსულ პოლიტიკოსებს დახვდა მოქალაქეთა ერთი ჯგუფი, რომლებმაც გააპროტესტეს ოპოზიციის ქმედებებიო. თუ არაფერი აქვს დასამალი, რატომ არ უშვებენ ამას? ახლა ადვოკატი რთავს მთავარი არხის პირდაპირ ეთერიდან მოპოვებულ ვიდეოს. დრო 22 საათი და 6 წუთია. ჩანს როგორ ხდის თეონა ჭალიძე ქუც მილიან ქავთარაძეს. დააკვირდით მილიან ქავთარაძის მარჯვენა ხელის მოძრაობას, როცა ის ამტკიცებს, რომ ხელი არ გაურტყამს თეონა ჭალიძისთვის. ადვოკატი ვიდეოს აკომენტარებს. ისმის ხალს ხელი როგორ დაარტყი, ნიღაბი მოიხსენი. კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება. პროკურორი როინ ხინთიბიძე ამბობს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეო მტკიცებულებებს სასკვნით სიტყვაში შეაფასებს. ის არ ერევა ადვოკატის შეფასებებში და ჩუმად უყურებს ვიდეოს. ივლისი. თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველ ყველაზე დიდ დარბაზთან მისასვლელი გზა, შუაში ისევ გადაგედილი. მორიგეობენ მანდატურები. მათ წინ კი ათობით მოქალაქე ელოდება საბა ჯიქიას საქმეზე ბოლოს სხდომის დაწყებას. საბა ჯიქიას ოჯახის წევრები ხალხის ჯგუფის უკან დგანან. ჯიქიას საქმის განხილვის შვიდმა თვემ ისე გაიარა, რომ მის მშობლებსა და მეგობრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. პირად საუბრებში გამოხატავენ წუხილს და მადლიერებას მხარდაჭერის გამო. სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დარბაზი შეიცვალა. ადვოკატი და პროკურორი ყველაზე დიდი 150 კაციანი დარბაზიდან მესამეში გადმოიყვანეს. ეს ნიშნავს, რომ სხდომაზე ყველა ვეღარ შევა. ასევე ეს ნიშნავს, რომ მანდატურები დამსწრეებს თვლით შეიყვანენ. სამი კაცი შემოვიდეს, ამბობს მანდატური. დამსწრეები ეუბნებიან, რომ ერთ სკამზე რამდენიმე შეუძლია დაჯდომა. სხდომა დაიწყო. საბა ჯიქია შემოდის. ესალმება დამსწრეებს. დარბაზში დაძაბული ფონია. საბა ჯიქიას საქმის პროკურორი თამარი იაკობიძე შვებულებაშია. ის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრება. დღევანდელ სხდომაზე მის ნაცვლად სხვა პროკურორი როინ ხინთიბიძე მივიდა. სიტყვა წარმოთქვა საბა ჯიქია. კარგად არ გაირჩევა. აკლია წინადადებები და მონაკვეთები. ხელით ვიწერთ, რადგან ხმის ჩაწერა აკრძალულია. უღრმესი მადლობა თანადგომისთვის. ჩემთვის ბევრს ნიშნავს мотиваცია და იმის შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ. რთულია იმის ყურება, როგორც ცდილობენ იძალადონ ჩვენზე და ჩაახშონ თავისუფალი აზრი. მაგრამ მაინც ვხედავთ ბევრ თავისუფალ აზრს. აღარ ისმის. 4-დან 7 წლამდე მიწევს ციხეში წასვლა და ახალგაზრდობის იქ გატარება. მაგრამ ჩემს დაპატიმრებას დადებითიც ჰქონდა. ახალი ოჯახი შევიძინე. ძალიან მაგარი ბიჭები გავიცანი. თავისუფლების ფასი გავიგე. და შვილიშვილებისთვის ძალიან მაგარი მოსაყოლი მექნება. ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ. მზად ვარ, მხნედ ვარ და არ მსიამოვნებს, რომ თქვენს თვალებზე ცრემლებს ვხედავ. გაიგინოთ. მოსამართლე თამარ მჭედრიშვილი სათათბიროდ გავიდა. დარბაზში დუმილია. დამსწრეები ადგილიდან არ იზრიან და ხმას არ იღებენ. დროდადრო ტირილის ხმა ისმის. მოსამართლე შემოდის. გადაწყვეტილების დასაბუთებით ხელში. თითქმის 10 წუთი კითხულობს. ბოლოს ამბობს, საბა ჯიქია ცნობილ იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ოჯახმა სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დადო. ივლისი. დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა საქმის მთავარი მოწმეები ბოლოსთვის მოიტოვა. ისინი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან და ამ საქმეში დაზარალებული სტატუსი აქვთ. პირველი ბადრი თათანაშვილი გამოიძახეს. მოწმე დამსწრეებს შორის დამსწრეებზე ადრე იჯდა.
ბადრი თათანაშვილმა რელიგიური ფიცი დადო და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მოუყვა, როგორ დაიმახსოვრა იერით დავით ლომიძე და თემურ სასოხაშვილი შარშან 30 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. დაკითხვის პარალელურად სოციალურ ქსელში გავრცელდა სხდომაზე გადაღებული მათი ფოტოები. პროკურორმა ამის შესახებ სხდომაზევე შეიტყო. ხუბეჯაშვილი ხელში ტელეფონით ადგა და მოსამართლის მაგიდასთან მივიდა. პასუხად ნინო გალუსტაშვილმა სხდომა დახურა. დამსწრეებს მათ შორის მედიას დარბაზი დაგვატოვებინეს. უცნობია სრულად დახურა ეს საქმე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თუ აკრძალვა მხოლოდ ერთ სხდომას შეეხო. ივლისი. მოსამართლე თამარ მჭედრიშვილის სხდომას გაფრთხილებით იწყებს, რომ თუ კიდევ ერთხელ მოხვდება სოციალურ ქსელში სასამართლოს სხდომაზე გადაღებული ფოტო, სხდომას დახურავს. მოსამართლე გულისხმობს ფოტოს, რომელიც წინა სხდომიდან გავრცელდა. ამ ფოტოზე ასახულია, როგორ ულოცავენ ვასილ კაძელაშვილის ვაჟს დაბადების დღეს ბრალდებულები. მათ თეთრ ფურცლებზე დამარცვლით დაწერეს სიტყვა გილოცავ. დღევანდელი სხდომის შემდეგ, თუ კიდევ გამოქვეყნდება რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, მივმართავ კანონით გათვალისწინებულ ზომებს და შეიძლება სხდომა დავხურო. ივლისი. ელექტროენერგიის გათიშვის გამო ვერ ხდება სხდომის ოქმის ჩაწერა. ამიტომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი იძულებულია შესვენება 4 საათამდე გამოაცხადოს. შესვენებაზე შევიტყვეთ, რომ მეორე მოწმე დაზარალებული პოლიციელი გიორგი კაკალაშვილი წავიდა. ის დღეს არ დაიკითხება. პროკურორებმა სხდომათა დარბაზში ტელევიზორი ჩართეს, რაც ნიშნავს, რომ ვიდეოების შესწავლა გრძელდება. ტექნიკურ პრობლემებთან ერთად და ბრალდებულების სხდომათა დარბაზში დაბრუნების ფონზე განგაშის სისტემა ირთვება. ისმის ყურადღება სახანძრო განგაშია. დატოვეთ შენობა. მანდატურებმა გაარკვიეს, რომ საგანგაშო არაფერი. სხდომა გაგრძელდა. ივლისი. გიორგი გორგაძეს სახეზე ფერი არ აქვს. ბრალდებული სკამზე ზის და ხელებში აქვს თავი ჩარგული. ეს დაინახა დედამ. ის აღარ უსმენს მანდატურებს. აღარ ფიქრობს წესებზე. გორგაძის დედა ამ მომენტში არ ღვევს დუმილს და საუბრობს ისე ხმამაღლა, როგორც არასდროს მას შემდეგ, რაც მისი შვილი დააკავეს. დამშვიდით, ისმის ხმები. მოდის სასამართლოს ექიმი. გამოიძახეს სასწრაფოც. ადვოკატის ცნობით დილით კარგად იყო, თუმცა გზად შეუძლოდ გახდა. ბადრაგებს გორგაძე გახყავთ. დარბაზში ხმაურია. ისმის დედების შეძახილები. გამოუტანეთ განაჩენი და დაასრულეთ. რატომ გვაწამებთ ამდენს? დაასრულეთ. ისედაც ყველამ ვიცით, რასაც იზამთ. დაასრულეთ ეს ყველაფერი. ივლისი. 7 წუთი აღმოჩნდა საკმარისი განაჩენის გამოსაცხადებლად. ამ დროში ანრი კვარაცხელიამაც თქვა სიტყვა და მოსამართლემაც დაასაბუთა გამამყუნებელი განაჩენი. 4 წელი და 6 თვე. მას სამართალდამცველებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სოლას ედავებიან. ჩემი საქმე არის შეკერილი. ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო. რას მედავებიან და რის გამო? მადლობა რომ ჩემს გვერდით ხართ. ერთ რამეს გეტყვით. დედიკოს მიმიხედეთ, რადგან ემიგრანტი მყავს. ძალიან მიყვარხართ. ერთი დიდი ოჯახი ვართ ყველა. ეს იყო ანრი კვარაცხელიას სიტყვები. ეზოში პროტესტია. პერფორმანსის მონაწილეები ერიდებიან მანდატურებთან კონფლიქტს და ეზოს გარეთ გადიან. მათ თვალი აქვთ აკრული, თემი და სიმბოლო და გულზე წითელი სტიკერით აწერიათ. უდანაშაულოა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია გასული წლის დეკემბერში გამწესდა მოსამართლედ. ის 3 წლიანი გამოსასწრელი ვადითაა დანიშნული. ივლისი. ძალიან მიხარია დარბაზ სავსეს რომ ვხედავ. ნიკოლოზ ჯავახიშვილის ამ მომართვით დაიწყო ჯგუფური ძალადობის საქმის განხილვა. დაწყება მერცააძე დიდი ხნით დაიგვიანა. მიზეზი ადვოკატი გახდა.
პროკურორებმა სხვადასხვა ზომის დალუქული პარკები შემოიტანეს სხდომათა დარბაზში და მოწმის ბარიერზე მიაყუდეს. ეს ნიშნავს, რომ მხარეები ნივთთ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ისე სუნი აქვს ხო? ამბობს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი. ამის შემდეგ იღებენ პლასმასის ბოთლებს. შიგნით ყავისფერი სითხეა. ნავთობპროდუქტია, ამბობს ვაჟა თოდუა. უსუნეთ იქნებ ღვინოა, ხუმრობს მოსამართლე. მეორე პაკეტს ხსნიან, სადაც დევს ჩაფხუტი, 5 რაცია, აირწინაღი და სათვალე. ეს ნივთებიც პროკურატურის თქმით ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის შრეკისას ამოიღეს. საღებავიანი კვერცხებია, ამბობს ვაჟა თოდუა და ხსნის კიდევ ერთ დალუქულ პაკეტს. პარკი ბრალდებულებთან მიაქვთ. მატარებლის ლიანდაგის სუნი აქვს, შენიშნავს ნიკოლოზ ჯავახიშვილი. სუნი ჩვენამდე, ანუ აუდიტორიამდე ჯერ არ აღწევს. ცეცხლაძის შემდეგ თორნიკე გოშაძის ჯერია. პროკურორს პარკიდან თანმიმდევრობით ამოაქვს საქართველოს დროშა და წითელი უმკლავებო ზამთრის ჟილეტი. ეს დროშა ჩემი პირადია. ისმის დარბაზში თორნიკე გოშაძის დედის მარიზი კობახიძის ხმა. ახლა ყველა გამოკვლეულ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლო ტომრებში დალუქა და თავი მოუკრა, ბრალდებულებმა, მოსამართლემ, დაცვამ და ბრალდებამ ხელი უნდა მოაწეროს. ასეც მოიქცნენ. სხდომა დასრულდა. ივლისი. შემოდის მოსამართლე ჯვებენ აჭყები. მანდატურების შენიშვნას აძლევენ დამსწრეებს შორის რამდენიმეს. მოსამართლე რომ შემოდის, ფეხზე უნდა ადგეთო. რა ვქნათ, დავხუროთ სხდომა? მიმართა მან უკმაყოფილო მანდატურებს. ადვოკატმა გაიხსენა გიგაურთან ციხეში პირველად შეხვედრის ფაქტი, რა დროსაც გიგაურმა უთხრა. სანამ ხელს მოვიქნებდი, იქამდე დამარტყა პოლიციელმა. ამის შემდეგ ადვოკატი აფასებს საქმეში არსებულ ვიდეო მტკიცებულებებს. 1-8 წამიანია და ასახულია როგორ უტყამს პოლიციელს ანატოლი გიგაური. მეორე ვიდეო უფრო ვრცელია და ჩანს, რომ ჯერ ანატოლი გიგაურს ხვდება პოლიციელის ხელი, ხოლო შემდეგ პოლიციელს ანატოლი გიგაურის. ორივე ვიდეო ტელეკომპანია იმედის გადაღებულია. 8 წამიანი სოციალურ ქსელში ატვირთეს. ადვოკატმა რომ სრული ვერსიის გამოთხოვა განიზრახა, პასუხად უარი მიიღო. მოტივით, რომ Facebook-ზე გავრცელებული ვიდეოს გარდა სხვა კადრებს არ ფლობდნენ. პროკურორს კი იგივე თხოვნის პასუხად მიაწოდეს ის, რაზეც ამტკიცებდნენ, რომ არ არსებობს. სხდომათა დარბაზში ტირილის ხმა ისმის. დროდადრო ანატოლი გიგაური მოსამართლეს ეკითხება. ნერვიულობთ? ჯვებენ აჭყებიამ სხდომა გადადო. ის გადაწყვეტილებას 28 ივლისს გამოაცხადებს. ივლისი. დღეს ლუკა ჯაბუას დაბადების დღეა. ის 21 წლის ციხეში გახდა. სხდომათა დარბაზში შემოდის მოწმე ალექსანდრე გაფრინდაშვილი. ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი. მოწმე ამბობს, რომ 2024 წლის 5 დეკემბერს მიიღო ინფორმაცია, რომ გიორგი ტერიშვილი ახორციელებდა ძალადობრივ მოქმედებებს და ამის ამსახველი ვიდეო იყო ატვირთული სოციალურ ქსელში. ტერიშვილის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ეკითხება, თუ იცის, რომ კიდევ ერთი დაკავებული დემონსტრანტის, საბა ხვიტარიძის საქმეშიც ტატო მაისურაძე ფიგურირებს. პროკურატურა კითხვას იცილებს. ადვოკატი ამბობს, რომ სავარაუდოდ ეს ტატო მაისურაძე არ არსებობს. ის არის პოლიცია, რომელიც ქმნის ყალბ ანგარიშებს და ტვირთავს სოციალურ ქსელში ვიდეოებს, მოქალაქეების შემდგომი დაკავების მიზნით. მოწმე ამტკიცებს, რომ მას არ უკითხავს ინფორმაციის წყაროსთვის, იცის თუ არა ვინ არის ტატო მაისურაძე. ანუ ის პირი, ვის გვერდზეც ვიდეო აიტვირთა. მანდატურებმა დარბაზში ერთი დიდი ყუთი შემოიტანეს. ვაჟა თოდუას თეთრი ხელთათმანები აცია. ყუთიდან იღებს მუქ მწვანე ზამთრის ქურთუქს და ამბობს, რომ ვალერი თეთრაშვილისა. ნივთკიცებებს შორისაა ევროკავშირის დიდი დროშა, სასტოენები, პირბადე, საწვიმარი. ამ ნივთების დათვალიერება ემსახურება იმის ჩვენებას, რომ აქციის მონაწილეებს, რომლებიც ძალადობრივ მოქმედებებს ახორციელებდნენ, ჰქონდათ ეს ნივთები, ამბობს პროკურორი ვაჟა თოდუა. და აგრძელებს ჩამონათვალს. ცრემლსადენი გაზის საწინააღმდეგო ხსნარი, წამალი, საღეჭი რეზინი. მოწმემ თავდაპირველად აღნიშნა, რომ ვიდეოს დათვალიერებისას, რაც საგამოძიებო მოქმედებაა, მან ასევე ნახა კადრები, სადაც ქერაშვილი პოლიციის მიმართულებით ისროდა პიროტექნიკას. ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ მას აღნიშნული 2 ვიდეო წარუდგინა და სთხოვა მიეთითებინა,
თუ სად ჩანდა, რომ პიროტექნიკა მიმართული იყო პოლიციისადმი. მოწმემ აღნიშნა, რომ ამოღებულ ვიდეოებში ეს არ ჩანდა, თუმცა დათვალიერების დროს მსგავსი რამ ნამდვილად ნახა. ადვოკატმა ჰკითხა, აკონტროლებდა თუ არა რა მონაკვეთი ჩაუწერეს მას დისკზე. შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში საპირფარეშოში ვიყავი გასული. ახლა კითხვებს ბრალდებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე უსვამს მოწმეს გიორგი ჩხეიძეს. ხიზელი ხარ, ქცევიდან გამომდინარე ვსვამამ კითხვას. დარბაზში ხმაურია. გონორზე ხართ აქ მოსული და ან შეცდომაში ხართ შეყვანილი, ან აღარ ისმის ხმა, ბრალდებულები აჩერებენ ანდრო ჭიჭინაძეს. მოსამართლე აფრთხილებს ბრალდებულებს, თუ კიდევ ასე მოიქცევიან, გაგაძევებთ ხდომათა დარბაზიდანო. გონორზე ხარ მოსული, იმართავს მოწმეს გიორგი ტერიშვილი. მოსამართლე მას ხდომიდან აძევებს. –22 ივლისი. სასამართლო მობრძანდება. ფეხზე ვდგებით. ჯერ შემოყავთ გიორგი ახობაძე, შემდეგ შემოდის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი. შეინახეთ ტელეფონები და ხმა გამოურთეთ. მოიხსენით სათვალეები. გიორგი ახობაძის ადვოკატები მზად არიან დარწმუნების სიტყვისთვის. ისინი სამ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, ატაკი გაყალბებულია, ჩხრეკის ოქმი გაყალბებულია. არ არსებობს ნეიტრალური მტკიცებულება. ნარკოტიკის პაკეტზე დნმ ხელოვნურად დაიტანეს. პროკურორი ადვოკატების არგუმენტებს უწოდებს სუსტს. მისი პოზიცია გიორგი ახობაძის გაღიზიანებას იწვევს. პროკურორი აგრძელებს, ჩვენ არ უარყოფთ, რომ გიორგი ახობაძის ნერწყვის ნიმუშია იზოლენტაზე. დნმ შეიძლება იყოს ოფლი, ნერწყვი. შმაგი გობეჯიშვილის ამ წინადადებაზე იცინის ადვოკატი მარია მაძღარაშვილი. რა გაცინებთ, ეკითხება პროკურორი. ხელი შეგიშალეთ? ამ დროს წამოზახილია დარბაზიდან პროკურორის მისამართით. რომეო ტყეშელაშვილი ფეხზე აყენებს მოქალაქეს გიზო ილურიძეს და იხმობს თავის მაგიდასთან. დაჯარიმებული ხართ ბატონო გიზო, 400 ლარით, წესრიგის დარღვევისა და უპატივცემულობის გამო. შეგიძლიათ გაასაჩივროთ. ახლა კი დაბრძანდით და ხელი აღარ შეგვიშალოთ. რომეო ტყეშელაშვილმა სხდომა დაასრულა. –23 ივლისი. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი დარბაზშია. შემოიყვანეს ბრალდებულებიც. გიორგი როგორ ხარ? ეკითხება ის გიორგი გორგაძეს. მოწმე ლევან ბასილაძე ყვება, რომ ფეფხია კასრაძესთან და ბასილ კაძელაშვილთან დაკავშირებით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. ის ყვება, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია იმედის გვერდზე გამოქვეყნებული იყო ვიდეო. ამ ვიდეოს მიხედვით კასრაძე კაძელაშვილი საუბრობდნენ დანაშაულზე. ახსენებდნენ ახაკალაძეს და მის ოჯახს, რომ უნდა მიესხათ ბენზინი მათ ქონებაზე და ცეცხლი წაეკიდებინათ, ბიჩოკის მიგდებით. ასევე საუბრობდნენ, რომ მოეწყოთ დივერსია. დახვედროდნენ დაახლოებით 200 კაცი და ჩაიხოცათ ისინი და ეს უნდა მოესწროთ ახალ წლამდე. ეს იყო რაც მოვისმინე ვიდეო ჩანაწერში. ამბობს მოწმე პოლიცია. მან დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები ვეფხია კასრაძესა და ბასილ კაძელაშვილზე, რათა დაედასტურებინა, რომ ვიდეოში ნამდვილად ისინი იყვნენ. თუმცა არ დაუნიშნავს ექსპერტიზამ იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულიყო, დამონტაჟებულია თუ არა ვიდეო. ამ მოწმემ დაათვალიერა დაფიონის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ზვიად ცეცხლაძის ლაივიც, რაც ბრალდებული აქტივისტის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება. პროკურორმა გადაწყვიტა ეს ვიდეო მოწმისთვის ჩაერთო, თუმცა ტექნიკურმა პრობლემამ მიჩინა თავი. ადვოკატებმა თქვეს, რომ იგივე ვიდეოს მათ მასალებში, რომელიც პროკურორებმა მიაწოდეს, ხმა არ აქვს. მოსამართლემ ჩანაწერი კანცელარიიდან გამოითხოვა, სადაც მტკიცებულებებია დაცული. ვიდეო ჩართეს და აღმოჩნდა, რომ ხმა არ აქვს. 24 ივლისი. აქტივისტ საბას ხვიტარიძის საქმე თითქმის ფინალშია. მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს ბრალდებისა და დაცვის მხარებმა. მაქსიმუმ 2 პროცესში განაჩენი უნდა გამოცხადდეს.
პროკურორი ფეხზე დგება და აყენებს შუამდგომლობას, რომელსაც არავინ იჯერებს, ან ყურებს არ უჯერებენ. საბას ხვიტარიძეს პროკურატურამ ბრალი შეუმსუბუქა. სრულიად ამოვარდა ბრალიდან პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი. პროკურატურამ აღიარა, რომ საბას ხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო, ანუ პირი, რომელზეც თავდასხმასაც ედავებიან. პროკურატურამ მისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლით გათვალისწინებული ბრალი წარადგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლე ნაჭყებია აღიარებს, რომ ბრალის შემსუბუქება ნამდვილად ახალი გარემოებაა. ამის მიუხედავად, საბას ხვიტარიძეს პატიმრობაში ტოვებს. მორიგის ხდომა 26 აგვისტოს ჩაინიშნა. 24 ივლისი. დაზარალებული სპეცრაზმელი გურამ კვირიკაშვილი იკითხება. ის ამბობს, რომ პიროტექნიკა მოხდა და დაზიანდა. ადვოკატი შოთა თუთბერიძე დაინტერესდა. ხედავდა თუ არა, როგორ გამორბოდნენ აღჭურვილობის გარეშე სამართალდამცველები დემონსტრანტების მიმართულებით და ძალადობდნენ. არ მინახავსო, ამტკიცებს სპეცრაზმელი. დაშლის ბრძანება ვინ გასცა? დემონსტრაციას არავინ შლის. ეს არის მართლწესრიგის აღდგენა. მართლწესრიგის აღდგენა აქციის დაშლის გარეშე ხდება? კითხულობს ადვოკატი. პროკურორი კითხვას იცილებს. მოწმე პასუხობს. მართლწესრიგის აღდგენის ბრძანება ვინ გასცა, ჩემთვის არ არის ცნობილი. დამსწრეები თითქმის ყოველ პროცესზე ხედავენ შემდეგ სურათს. პროკურატურის მოწმეებისთვის მთავარია, რას იტყვიან პროკურორები, ან რის უფლებას მისცემენ. ისინი მოსამართლეზე წინ აყენებენ მათ მითითებას, შენიშვნას, მინიშნებას თუ ნებისმიერ სხვა ქმედებას. ხომ გიპასუხეთ უკვე. ასეთი იყო გურამ კვირიკაშვილის პასუხიც ადვოკატების კითხვებზე, მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ პროკურატურაც ასე ფიქრობდა. ანდრო ჭიჭინაძე განცხადების უფლებით სარგებლობს და ამბობს. როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი აკეთებს სასამართლოს განხილვის პარალელურად კომენტარებს და ეს შეიცავს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას. ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე და პირველ რიგში თქვენზე, მოსამართლე. პირდაპირ აძლევს მითითებას სასამართლოს, რომ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. აგრძელებს ბრალდებული ონისე ცხადაძე. ირაკლი კობახიძე არის იდიოტი. იურისტი, რომელმაც სამართალი არ იცის. 1000 კაციდან დავიჭირე 30-ო. ამ მოცემულ შემთხვევაში საქმე უნდა დადგეს თავდაყირა. ჩვენი ბრალი არის მოგონილი. ოცდახუთი ივლისი. საქალაქო სასამართლოს დერეფანში ხალხმრავლობაა. მოქალაქეები რიგში დგანან, ნომერ 12 დარბაზთან. სხდომათა დარბაზთან მანდატურები არიან მობილიზებული. პროცესზე დასასწრებად მოვიდნენ სხვა დაკავებული დემონსტრანტების მშობლებიც. დღეს საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს ბრალდებული გიორგი ახობაძე. მოსასმენად თუ ხართ მოусმინეთ ხმაურისთვის სხვა ადგილი მოძებნეთ სამყაროში. ეს არის მოსამართლის პირველი სიტყვების სხდომათა დარბაზში შემოსვლის შემდეგ. დაგვიანებით ვიწყებთ, იმიტომ რომ მანდატურებს შემოსვლაზე ეჭიდავებით. შეინახეთ ტელეფონები, არავის ხელში დავინახოთ, თორემ სხდომას დავხურა. ახობაძეს ხელში უჭირავს დიდი რვეული, სადაც საბოლოო სიტყვა უწერია. ის კითხულობს სწრაფად, რთულია ზუსტად ჩაწერა. ამბობს, რომ მას მიზანმიმართულად უსწორდება სისტემა და ეს არის შურისძიება და ანგარის სწორება. რევანშში ჩართულები არიან პროკურორი, პოლიცია, მოსამართლეები. აჩერებს რომეო ტყეშელაშვილი. სასამართლოსთან ცოტა მოზომილად. სასამართლოს შეხედულებაზე მსგავსი კონტექსტი ამოიღეთ და ისე განაგრძეთ. არავის რევანში არ არის სასამართლო. ამ ფორმით ის ბრალდებულს კიდევ 3-ჯერ გააჩერებს და ბოლოს გააფრთხილებს, რომ თუ სასამართლოს გააკრიტიკებს, საბოლოო სიტყვის უფლებას ჩამოართმევს და სხდომას დაატოვებინებს. მე ესენი შიგნიდან ნახე, გაშიშვლებულები და თუ ჩემს სიტყვას ენდობით,
როცა მიჭერდნენ. ყველაზე სასიამოვნო იმის ცქერა იყო, როცა ვხედავდი ჩვენგან დამარცხებულები, როგორი განსგაწყვეტილები, დამშეულები და ღირსება აყრილები იყვნენ. ასე იცის მტრის მსახურებამ და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წასვლამ. პოლიციელებმა ჩვენზე კარგად იციან, რომ საკუთარი თავები დაასრულეს. გულწრფელად მებრალებიან, ძნელია, თან ცოცხალი იყო და თან აცნობიერებდნენ, რომ მორალური გვამი ხარ. თითოეულ ჩამქრალ ოცნებაზე პასუხს მოვთხოვთ. გარუსებულ ქართველებს ეს ქვეყანა არ დარჩებათ. თუმი ამის უფლება მაქვს, მინდა ბრძოლისკენ მოგიწოდოთ და ჩემი ეს მოწოდება მზია ამაღლობელი სიტყვებით გავაკეთო. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. ბრალდებულმა ექიმმა მკვლელებად მოიხსენია პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი და მოსამართლე ლელა მარიდაშვილი, რომელთა გადაწყვეტილებითაც ის მძიმე მდგომარეობაში მყოფი დედის სიკვდილის დროს პატიმრობაში იყო. კოლეგა მარიდაშვილის მიმართ გამოთქმული შეფასების გამო რომეო ტყეშელაშვილმა ახობაძე გააფრთხილა. რა წუთიდანაც ერთ დამაკნინებელ სიტყვას მოვისმენთ რომელიმე მოსამართლეზე, გაბრძანდებით სხდომიდან და ჩვენ გავაგრძელებთ. გიორგი ახობაძის სიტყვის მოსმენის შემდეგ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი სათათბიროდ გავიდა. მან თქვა, რომ გადაწყვეტილებას 28 ივლისს გამოაცხადებს. დილის 10 საათს.